და შელიპასუხობს მთავარ კითხვას საგამოშტობის აკალბატონო. საგამოშტობისა მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან გახშირდა ბოლო პერიოდში ახალი ხელისუფლების არჩევის შემდეგ საქართველოში ვიზიტები რუბინი დღეს პრემიერს და პრეზიდენტს შეხვდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კეტრინ ეშტონი. პირველ რიგში იცით რა მაინტერესებს, თქვენ რას უკავშირებთ მათ ვიზიტებს? ანუ ეს არის იმის სურვილი, რომ უფრო ახლოს გაიცნონ ახალი ხელისუფლება, თუ გარკვეულწილად ეს ვიზიტები უკავშირდება ეჭვებს და იმ სურვილს, რომ დააკვირდნენ უფრო ახლოდ ამ პროცესებს? არა, ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავი არის. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ყოველთვის განებივრებული იყო მაღალი დონის ვიზიტებით და ამაში არაფერი უცნაური არ ხდება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა და სხვანაირად რომ ყოფილიყო, ის იქნებოდა გასაკვირი, რომ საერთაშორისო დიპლომატები რაღაცა ბოიკოტის რეჟიმში ჩამდგარიყვნენ. ამის ნაცვლად ბუნებრივია, ეს ძალიან მისასალმებელია, რომ ერთმანეთის მიყოლებით ჩვენ ამ რანგის ვიზიტებს მასპინძლობთ, როგორც ქვეყანა და ამასთანავე, რა თქმა უნდა, ეს არის კიდევ ერთხელ ხაზგასმა და დადასტურება იმისი, რომ ის მეგობრობა და პარტნიორობა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე საქართველოს აკავშირებს დასავლეთთან, ის ხაზი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩია და მისმა მოსახლეობამ დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე მხარდაჭერილია, რომ მეგობრობა გრძელდება, პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად და საქართველოს ახალ ხელისუფლებას აქვს ყველა შანსი იმისი, რომ ერთგვარად დიპლომატიური გარღვევა მოახდინოს იმ შემთხვევაში, თუ კი ჩვენ დემოკრატიის საშინაო დავალებას შევასრულებთ ისე, როგორც ეს ყოველთვის იყო სამწუხაროდ ყველაზე უფრო დიდი სირთულე ყველა წინა ხელისუფლებისთვის. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გვაქვს ვიზიტები, როგორც აქეთ, ასევე იქით. დღესღამე, ხოლღამე უფრო სწორედ საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში მიფრინავს მაგალითად. თქვენ სახლა დაბრუნდით ევროპიდან ამას გუშინ ჩამოვედი. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ორმხრივი პროცესია და ჩვენ რა თქმა უნდა ერთის მხრივ, იმიტომ რომ ახალი ხელისუფლება არის ჩვენ ხაზგასმით ცალსახად და ყოველგვარი რაღაცა ქვეტექსტების გარეშე იმ პროპაგანდიდან გამომდინარე, რომელიც მთელი 11 თვის განმავლობაში ჩვენს წინააღმდეგ ტყუილის მანქანის საშუალებით ვრცელდებოდა. მრავალგზის ხაზგასასმელი გვაქვს და სათქმელი გვაქვს, რომ საქართველოს საგარეო ორიენტირი არ იცვლება, პირიქით რიტორიკიდან ის საქმეში გადადის. და მეორე, ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რა თქმა უნდა, მუდმივად გვიდასტურებენ მზადყოფნას იმისთვის, რომ გვერდ შეედგნენ ქვეყანას როგორც განსაცდელში, ასევე იმ წარმატებებში, რომლის მოლოდინიც ყველას აქვს. თუმცა როგორც წესი, ასეთ ვიზიტებს ახლავს ხოლმე რაღაც მთავარი გზავნილები. მაგალითად, კეტრინ ეშტონი ვიდრე ჩამოვიდოდა საქართველოს, როდესაც დაანონსდა მისი ვიზიტი, მან მისი ორი გზავნილი გავრცელდა მანამდე მის ერთ-ერთ ინტერვიუში. ერთი ახალი ხელისუფლების მიმართ, ერთი ძველი ხელისუფლების მიმართ. ახალი ხელისუფლების მიმართ ეს ეხებოდა იმას, რომ დაპატიმრებები უნდა იყოს გამჭვირვალე, პროცესი რომელიც მიდის უნდა იყოს გამჭვირვალე, ძველი ხელისუფლების მისამართი ეს იყო გზავნილი თანამშრომლობის სურვილის შესახებ. დღესაც უკვე შეხვედრების შემდეგ ეშტონმა განაცხადა, რომ შერჩევითი სამართალი არ უნდა არსებობდეს და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ანგარიშწორება არ უნდა იყოს. რატომ არის მაინც აი ეს გზავნილი მთავარი, თუნდაც კონკრეტულად ეშტონის ვიზიტისას? კი, რა თქმა უნდა. ეჭვები არის კიდევ თუ არა? არა, ეს არ ნიშნავს და არ ადასტურებს იმას, რომ ეჭვები არის და მე არ ვაპირებ ხა რაღაც თავის მართლების პოზაში ჩავხდი აქ და ვიძახ, რომ არა, როგორ გეკეთებათ პოლიტიკურ ოპონენტებს არ ვიჭერთ. საქართველოში იყო ძალიან კონკრეტული არა, მათ რატო აქვთ ეს არა, არა აქვთ, ხო და სწორედ ამას ვამბობ, რომ არავითარი ასეთი ეჭვები არ არსებობს. და ეს მე მგონი დადასტურდა მაშინვე, როგორც კი შედგა პირველი შეხვედრა ანდრას ფონ-გრასმუსენსა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს შორის. პირველივე შეხვედრის შემდეგ ეს ეჭვები ჩემის აზრით ყველა საღამოაზროვნე ადამიანისთვის, ვისაც უნდა რომ დაინახოს და უნდა რომ გაიგოს, იყოს სრულიად ნათელი, რომ ასეთი ეჭვები არ რატომ, რადგან რასმუსენმა უარი თქვა, რომ გამოეგზავნა სპეციალური კომისია, რაც შეთავაზა. ხო, ეს იყო რაც ჩვენ საგარეოდ, უბრალოდ გარემოხმარებისთვის დავინახეთ, ანუ კონკრეტული ფაქტი და კონკრეტული მტკიცებულება იმის, რასაც მე ვამბობ, მაგრამ ამას გარდა იყო კიდევ დახურულ კარს მიღმა საუბრები, სადაც ყველა კითხვაზე პასუხი იყო გაცემული და ყველა თემა ამოიწურა. მე არც იმის თქმას არ ვაპირებ ახლა აქთან რაღაც იმ მდგომარეობაში ყოფნას, რომ რაც ძალიან ხშირად მესმის სამწუხაროდ ტელეეთერებიდან, რომ აი თურმე როგორ მუშაობენ ნაციონალური მოძრაობის ლობისტები და ასე შემდეგ. კი, რა თქმა უნდა მუშაობენ და ეს მათი ფუნქცია არის და სრულიად გასაგებია და ბუნებრივი პროცესია. ნაციონალური მოძრაობა ბრძოლას აგრძელებს და ისინი არ აპირებენ აღიარონ ქართველი ხალხის არჩევანი მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომელსაც მუდმივად აკეთებენ. ისინი ემზადებიან რევანშისთვის და ამიტომ შესაბამისად სრულიად გასაგები და ბუნებრივია როგორც იქცევიან.
ეხლა ბურთი ჩვენს მოედანზეა, ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას და ძალიან განსაკუთრებულ მნიშვნელობას მე პირადად არ ვანიჭებ იმას, როგორ იქცევა ნაციონალურ მოძრაობა, სად რამდენ სტატიას შეუკვეთავს, რომელ გაზეთში. არა, თუმცა ეს კითხვა არსებობს, აუცილებლად დაუთმოთ. რა თქმა უნდა, მე ხომ ვიცი, გასაგებია კითხვები რომ არსებობს და ეს სრულიად ლოგიკური და ბუნებრივია. უბრალოდ მე ვიცი ეს როგორ ხდება და ჩემთვის არაფერი აქ, არანაირი კითხვა არ არსებობს. ზუსტად ვიცი როგორ მუშაობს ლუქსმანი მაგალითად და ზუსტად ვიცი რატომ იბეჭდება ფრანგულ პრესაში ის რაც იბეჭდება. ამიტომ ამასთან პრობლემა არ მაქვს, არც პრეტენზია არ მაქვს, არც პროტესტი არ მაქვს, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი ასეთ ურთიერთობებში. გაცილებით უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩემთვის არის ის, რომ ახალმა ქართულმა ხელისუფლებამ უნდა გაუძლოს ყველა გამოწვევას, ძალიან ბუნებრივია კითხვა იმის შესახებ, ხომ არ არის საქართველოს შერჩევითი მართლმსაჯულება. ძალიან ბუნებრივია. იმიტომ რომ თუ კი სადმე რომელიმე შტაბ-ბინაში, რომელიმე ორგანიზაციის ან რომელიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში თავს იყრის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დააკავეს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, დააკავეს ამის უფროსი, იმის უფროსი. ეს ყველა ადამიანი, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო. ჩვენი ქვეყნის უბედურებაც ხაზის განმავლობაში სწორედ ეს იყო, რომ ერთპარტიული მმართველობა ჰქონდა. და შესაბამისად, ბუნებრივად, ყველა ეს ადამიანი ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იყო. შესაბამისადაც, თუ კი ჩვენ ვამბობთ იმას, რომ დავავარცხეთ პრაქტიკულად კრიმინალური რეჟიმი, ეს იმას ნიშნავს, რომ დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა არის გარდაუვალი. და თუ დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა არის გარდაუვალი და ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა დავიწყეთ ქართველი ხალხის მოთხოვნით და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებული ცვლილების მანდატით 1 ოქტომბერს, მაშინ რა თქმა უნდა იმ ადამიანებმა, ვინც კრიმინალური რეჟიმის შექმნაში არის პასუხისმგებელი, ამ ფაქტისთვის პასუხი უნდა აგონ. და რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ყველა ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრები იქნებიან. ამიტომ ის რომ რომელიმე პარტიის მანდატი გინდებს ჯიბეში, არ ნიშნავს პირდაპირ ავტომატურად იმას, რომ შენ ხარ უდანაშაულო და ეხლა გდევნიან. ოღონდ კითხვა რა თქმა უნდა იქნება, იმიტომ რომ თავისთავად პროკურატურის საქმიანობა საწყის ეტაპზე ასეთ კითხვებს აჩენს, ვინაიდან ის ბუნებრივად და თავისი მოცემულობით, იმიტომ რომ პროკურატურა და არა ტელევიზია არის ერთგვარად ფარდის უკან, ხო? ანუ გასაიდუმლოებულია გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ხელისუფლება ქალბატონი თინა პირველ ეტაპზე, როდესაც ასე ტელევიზორით იჭერდა ხალხს. ჩვენ ძალიან გამჭვირვალე დაკეთებდნენ. ამასთან მაშინ კითხვები საერთაშორისო თვალსაზრისით იყო ნაკლები. ხო, ჩვენ გვქონდა, იმიტომ რომ მაშინ ხელისუფლება, ყოფილი ხელისუფლება წავიდა და წავიდა. ის არ იბრძოდა და ის არ უზრუნველყოფდა თავისი ძალიან ბევრი მილიონებით და თავისი ძალიან ბევრი კონტაქტებით და მაშინ ხელისუფლება თლიანად წავიდა. ჩვენ დღეს ხელისუფლებაში ყავს კაცი, რომელიც თავის თავს პრეზიდენტს ეძახის და რომელიც ძველი ხელისუფლების წარმომადგენელია და ამასთანავე გვაქვს მრავალმილიონიანი ხარჯი გაწეული საქართველოს ბიუჯეტიდან, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ემსახურებოდა. მაგრამ ამას გარდა ჩვენს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მეორე, რაც თქვენ თავში იკითხეთ, დიახ, ნაციონალური მოძრაობა 2004 წელს ხალხს იჭერდა ტელეკამერებით. ჩვენ ყველანი უყურებდით გამჭვირვალე პროცესს, როდესაც ღამის ტანსაცმლით ქალბატონები, ანუ დაჭერილების მეუღლები და პატარა ბავშვები კამერების წინ ისტერიკაში ჩავარდნილი, ან გამოათრევდნენ ხოლმე იმ ოთახიდან, სადაც დაპატიმრება ხდებოდა, ან თავად გარბოდნენ. ჩვენ ეს არჩევანი გვქონდა, რა თქმა უნდა, რომ ასეთი ბრჭყალებში გამჭვირვალე გაგვეხადა ის საქმიანობა, რომელიც დღეს მიმდინარეობს საქართველოს პროკურატურაში, ან ყველაფერი გაგვეკეთებინა ისე, როგორც ცივილიზებულ და საკუთარი თავის პატივისმცემელ ქვეყანაში ხდება. ჩვენ ავირჩიეთ მეორე გზა. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება არჩილ კბილაშვილის, როდესაც მან ეს გზა აირჩია. და ამაში მე აბსოლუტურად რა უფრო მისაღებია, მოდით აქედან გამოვიდეთ. დასავლეთისთვის ვარ დარწმუნებული. რატომ არ იყო მაშინ კითხვები, რომელიც არის ახლა? არის ერთ კითხვები მაშინაც იყო, უბრალოდ ეს არის მოდა, როგორც დღეს ისმის, ისე ვამბობ იმ ფაქტორების გამო, რომელიც წეყვან თქვი. და მეორე, რა თქმა უნდა, მე არ მაქვს პრობლემა, არასოდეს არ მქონია პრობლემა დავინახო ის ხარვეზი, რომელიც არსებობს და ეს არის კომუნიკაციის ხარვეზი ჩვენი მხრიდან. ანუ ჩვენ იმდენად ვისთან კომუნიკაციის დასავლეთთან კომუნიკაციის რა თქმა უნდა ჩვენ რაღაცების შესაძლოა მივიღეთ მოცემულობად. ჩვენ შესაძლოა მივიღეთ მოცემულობად ის რომ ქართველი ხალხის მანდატი იყო საკმარისი ყველასთვის რომ ერთგვარი მოთმენის რეჟიმი ჩართული იყო, რაც დედამიწის ზურგზე ყველა ქვეყანაში არსებობს. ჩვენ არაფერს უკანონოს არ ვაკეთებთ, ოღონდ გამოძიებას აქვს თავისი წესები. ან ეს წესები უნდა დავარღვიოთ და შესაბამისად დავემსგავსოთ ნაციონალურ მოძრაობას და ვანო მერაბიშვილს, ზურა ადეიშვილს, ან არ უნდა დავარღვიოთ და უნდა ვიმოქმედოთ კანონის უზენაესობით. ჩვენ არ ვარღვევთ ამ წესებს, ჩვენ ვიქცევით ისე, როგორც ნორმალურ და ცივილიზებულ ქვეყნებში იქცევენ, ოღონდ დიახ, ჩვენ გვქონდა კომუნიკაციის პრობლემა. ჩვენ რატომღაც ამ ინფორმაციას სრულყოფილად და სრულმასშტაბურად არ ვაწვდით, იმიტომ რომ რატომღაც მე პირადად შემიძლია ჩემს
ჩემი სახელით გითხრათ, არასოდეს არ მიფიქრია, თუ კი საქართველოსი დაინტერესებული, საქართველოს ინფორმაციის მქონე ადამიანებს კითხვა გაუჩნდებოდათ ბაჩო ახალაიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით. აი ეს არასოდეს ამის დაშვება არ გამიკეთებია. რატომ ისე ხომ არ არიან ღრმად ჩახედული? არის ხალხი, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩახედული და არის ხალხი, რომელმაც უყურა საკუთარი თვალით იმ ციხის კადრებს, რომელიც გავრცელდა. და ამ ადამიანებს უფრო მეტად კითხვები უნდა გასჩენოდათ იმის შესახებ, რა როლი მიუძღოდა აი ამ სისტემის ჩამოყალიბებაში ბაჩო ახალაიას, ვიდრე კითხვები გასჩენოდათ იმაზე, რატომ არის ის დღეს საპატიმროში. ამიტომ დიახ, ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ და ამ პრობლემის მოგვარება დაწყებულია უკვე რამოდენიმე კვირაა, ჩვენ ინტენსიურად მუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, კოლეგებთან და შესაბამისად შედეგებით სახაზია. გავაგრძელებთ აუცილებლად მაგაზე საუბარს. თქვენს ვიზიტს მინდა მანამდე შევეხო. არაერთი შეხვედრა გქონდათ ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის გენერალურ მდივნებს შეხვდით ვენეციის კომისიას. მათთვის რა იყო პრიორიტეტული თემები, როდესაც თქვენთან საუბრობდნენ? მათ რა მთავარი კითხვები ჰქონდათ? თუმცა მოდით ამ თემაზე საუბარი გავაგრძელოთ სარეკლამო ბლოკის შემდეგ, გადაცემაში რეკლამის დროა. თინა ხიდაშელი პასუხობს მთავარ კითხვას. ქალბატონი, თქვენ ვიზიტს შევეხეთ და თქვენ შეხვედრებს ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის გენერალურ მდივნებთან ჰქონდათ, ვენეციის კომისიასთან ჰქონდათ შეხვედრა. მათთვის რა იყო მთავარი თემები? მთავარი კითხვები რა იყო? როგორ აღიქვავენ ისინი ამ გარდამავალ პერიოდში იმ პროცესებს, რაც მიდის საქართველოში? იცით, კითხვები მიდათ არ ყოფილა და ამას სრულიად გულწრფელად ვამბობდა, არა, იმიტომ რომ ეხლა ტელევიზორში ვარ და ესე უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ ძირითადად უფრო მეტად ვისაუბრეთ, ვიდრე კითხვა-პასუხის რეჟიმი გქონდა. გაუზიარეთ ერთმანეთს ის გამოწვევები, რომელიც იყო ქვეყნის წინაშე და მე მქონდა ერთადერთი ამოცანა, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, რომ სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებთან, ვისთანაც ამ წლების განმავლობაში მოგვიწევს თანამშრომლობა, ზოგანი იმიტომ რომ წევრები ვართ, ზოგანი იმიტომ რომ ჩვენი ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკური ორიენტირია და ჩვენი ამბიცია რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ჩვენი ურთიერთობების ჯერ ნორმალიზაცია და შემდეგ უკვე მეტი ინტეგრაცია ამ სტრუქტურებში, მათ შორის მე შევხვდი მაგალითად ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში რამდენიმე ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელებს. იყო შეეხებოდა იმას, რომ რა არის ის, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება დახმარება, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება ამ პარტნიორობის გამყარება დღეს, როდესაც ქვეყანაში ახალი ხელისუფლებაა და შესაბამისად ახალი გამოწვევებით. რა ვიცი, არ არსებობდა თემა, რომელსაც ჩვენ არ შევხედოთ. რა თქმა უნდა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს რეზოლუციაზე თუ ელაპარაკეთ? თავისთავად ცხადია, მე ძალიან კრიტიკული ვიყავი მათთან ამ შეხვედრების დროს. მე ბუნებრივია მაქვს ჩემი პოზიცია, მაგრამ გარდა იმისა, რომ მაქვს პოზიცია როგორც მართველი გუნდის წარმომადგენელს, ასევე მე მათთან რა თქმა უნდა მქონდა კითხვები, რას ეფუძნებოდა ის ტექსტი, რომელიც მიიღო ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ და რამოდენიმე მათგანმა პირდაპირ სრულიად ღია ტექსტით მითხრა, რომ ეს იყო ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც მათ ჰქონდათ. და ეს არის რეალობა, რომელსაც ეს არ არის მაინც და მაინც ეს მიღებული, რომ მე ჩავკითხოდი რა ვინ გითხრა და ამბავი ვინ მოგიტანა, მაგრამ ნუ გასაგებია, ხო? და ეს რა თქმა უნდა ჩვენ არ ვართ ახლა იმ მდგომარეობაში, როცა რაღაც პოზაში უნდა ჩავდგეთ, რომ თითქოს ჩვენ იდეალურები ვართ და შეცდომები არ მოგდის და ყველაფერი სწორად არის. დიახ, მე ძალიან კარგად დავინახე ეხლა საუბრობდი აი კომუნიკაციის ერთგვარი წყვეტა მოხდა. ეს ბუნებრივიც იყო, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ წინასარჩევნო რეჟიმიდან გამოვედით, ანუ რაღაც ერთი ფაზა ამ ურთიერთობების დამთავრდა და გადავედით უკვე ახალ ფაზაში, როგორც ხელისუფლება, ამისთვის ჩვენ დაგვჭირდა დრო. იმიტომ რომ ჯერ ერთი სხვადასხვა სამინისტროში სტრუქტურები ყალიბდებოდა, იმიტომ რომ თავად პარლამენტში კომიტეტები ყალიბდებოდა და გარდა ამისა, მე მაგალითად ევროსაბჭოში ისე ვიყავი ახლა წასული, რომ ოფიციალურად იქ ყოფნის დროს გავხდი კომისიის, ანუ ამ ჯგუფის წევრი, რომელიც ევროსაბჭოსთან თანამშრომლობს. იმიტომ რომ იმ დღეს იყო პარლამენტში კენჭისყრა, როდესაც ჩვენ მე და ბატონი თედო ჯაფარიძე უკვე სტრასბურგში ვიყავით. ანუ ფორმალურად ვთქვათ, ეს პროცესიც არ იყო დასრულებული და იმავე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე ირაკლი სესიაშვილი, რომელიც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და შესაბამისად ამ დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება, როგორც მე ვიცი. როდესაც ის იყო საპარლამენტო ასამბლეაზე ჩასული, სტუმრის სტატუსით იყო, ისევ და ისევ იმავე მიზეზების გამო. ამიტომ ეს ბუნებრივი პრობლემები არსებობდა, რომელსაც ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, ჩვენ პირველი დღიდან ვთქვით, რომ გზა შეიძლება იყოს გრძელი, მაგრამ არც ერთი წუთით კანონს არ გადავუხოთ და არც ერთი წუთით საბაბის ძებნას არ დავიწყებთ კანონის დარღვევისთვის. სწორედ ამან გამოიწვია ეს აი ერთგვარი ერთთვიანი
პროცესი, როდესაც ჩვენ არ აღმოგვეჩნდა საკმარისი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ აქტიურ ფაზაში გადაგვეტანოს საერთაშორისო მედიაშიც. რაც აისახა მედიაშიც და აისახა ასევე აი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, მაგრამ ეხლა ყველაფერი თავის ადგილზეა, დელეგაციები დამტკიცებულია, ჩვენ უკვე ოფიციალური მანდატი გვაქვს იმისათვის, რომ ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს და გაცილებით უფრო ადვილია, რა თქმა უნდა, როდესაც რაღაც კარებზე კი არ უკაკუნებ, რომ აქ ვიღაცა ჩამოვიდა გაუგებარი სტატუსით და მანდატით, არამედ ხარ ის, ვინცაც გაქვს ოფიციალური მანდატი და ოფიციალური უფლებამოსილება ილაპარაკო შენი ქვეყნის სახელი. მედიას რაც შეეხება ნაწილობრივ თქვენ ისაუბრეთ, მე მინდა კიდევ უფრო მეტად დავკონკრეტეთ. ფრანგულ პრესაზე აღარ ვლაპარაკობ, ეს იყო ლიბერაციონი, ეს იყო ფიგარო, საოცარი სათაურებით და საოცარი შინაარსით. ახლა ხანს გამოქვეყნდა ნიუ-იორკ ტაიმსში, მეც ვერ მოვასწარი წაკითხვა, მაგრამ დაახლოებით ვიცი შინაარსი. ამერიკის სამი ყოფილი ელჩის სტატია საქართველოსაც ასევე არის კრიტიკული ნოტები, თუმცა ორივე ხელისუფლების მისამართით არის ეს კრიტიკა. კრიტიკული სტატია იყო Financial Times-ში, საკმაოდ მძიმე შინაარსის ასევე. საულმე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ამ სტატიებს, ის ამბობს, რომ ეს არის ძველი ხელისუფლების და ტიპკორპუსის დამსახურება, თქვენ წეგან ახსენეთ და მართლაც ფრანგულ პრესას მთლიანად გუქსმანს უკავშირებენ ეკას ღულაძის მეუღლეს და პრეზიდენტის ამჟამინდელ მრჩეველს. გასაგებია, როგორ მუშაობს ყოფილი ხელისუფლება, მაგრამ რატომ ვერ მუშაობს ქართული ოცნება, რადგან ეს არის აზრი, რომელიც ვრცელდება მსოფლიოში, ახდენს ზეგავლენას იქ და შესაბამისად ის შემდეგ ზემოქმედებს ქართულ საზოგადოებაზეც. პირველ რიგში მინდა გითხრათ სრული პასუხისგებლობით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოს ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი დავხარჯოთ იმაში, რომ საკუთარი თავის რეკლამა გავწიოთ საერთაშორისო მედიაში. ამას არ ვაპირებთ და თუ იმეს ამის მოლოდინი აქვს, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ხაზი ესე დარჩება და ეს არ მოხდება. ეს არ ნიშნავს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ საერთოდ არაფერს არ ვაპირებთ. ანუ ამით იმის თქმა მინდა უბრალოდ რომ ხმაობა ლობისტური ფირმები, რომლებიც მუშაობდნენ, ისინი არ მუშაობდნენ ხელისუფლებაზე. ხო, ანუ ჩვენ დღეს სრულიად სხვა რეჟიმში ვართ. ეს არის პრინციპული და ჩვენ და ეს კონტრაქტები მაშინვე დამთავრდა, როგორც კი არჩევნები დამთავრდა. და ეს იყო ბუნებრივი და გასაგები. ჩვენ ახლა გადავდივართ სხვა რეჟიმზე, საქართველოს ყავს საგარეო საქმეთა სამინისტრო, გარდა ამისა სპეციალური სამინისტრო გვაქვს ევროპული ინტეგრაციის, რომელიც ფუნქციაც არის, რომ ქვეყანა წარმოაჩინოს ევროპულ სტრუქტურებში, კიდევ ერთხელ არის საგარეო საქმეთა სამინისტრო და არის დიპკორპუსი. ხა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენი ელჩების უდიდესი უმრავლესობა მუშაობდა როგორც ნაცმოძრაობის აქტივისტები წინასაარჩევნო კამპანიის დროს და მანამდე წლების განმავლობაში. თუმცა მათ იცავს დღეს კანონი. მათ იცავს მიხეილ სააკაშვილი. და არა კანონი. მათ იცავს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აი როდესაც საუბარია იმაზე, რომ როგორ თანამშრომლობს მიხეილ სააკაშვილი და ამ ცნობილი კოაბიტაციონის პერიოდში როგორ კარგად იქცევა და ვიღაცა ცუდად იქცევა. ამასობაში ჩვენ ვართ ძალიან კონკრეტულ ვითარებაში, როდესაც რამოდენიმე კვირა გავიდა უკვე და ის უბრალოდ პასუხსაც კი არ იძლევა იმის შესახებ, აკმაყოფილებს თუ არა ელჩების გამოწვევის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვას. ამიტომ თუ კი ვინმეს წარმოდგენილი აქვს ესე რომ საქართველოს ეყოლება საქართველოს ქვეყანას სახელმწიფოს ეყოლება ელჩები სხვადასხვა ქვეყნებში მათ შორის ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და წამყვან ქვეყნებში ან საერთაშორისო ორგანიზაციებში ის ადამიანები ვინც ნაცმოძრაობის აქტივისტები და მიშა სააკაშვილის ლოიალობით მიშა სააკაშვილისადმი როგორც კონკრეტული პიროვნებისადმი და არა როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ ან ნაცმოძრაობისადმი ლოიალობით განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ამ წლების განმავლობაში ძალიან ცდება ეს ესე ვერ გაგრძელდება იმიტომ რომ ძალიან კონკრეტული იყო დაკვეთა, რომელიც ქართულმა ხალხმა მისცა ამ ხელისუფლებას 1 ოქტომბერს. და დღეს ისინი ჯინიანობენ, მოდით ყველაზე ისეთი მარტივი სიტყვა ვთქვათ და არ აკმაყოფილებენ საგარეო საქმეთა მინისტრის თხოვნას. ჩვენ ბუნებრივია ამაზე მთელი რიგი ქმედებები გვაქვს დაგეგმილი, ოღონდ ახლა ამაზე მე არ უნდა ვისაუბრო, რა თქმა უნდა და ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი თავად გააკეთებს განცხადებას. მაგრამ ესეც ქმნის პრობლემას. კიდევ ერთხელ ამბობ, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არ ვაპირებთ ქართული ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად განკუთვნილი ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი დავხარჯავთ რაღაცა PR კამპანიებზე ამასობაში ეს იმას არ ნიშნავს რომ ვაპირებთ რომ ესე დავჯდეთ და დაველოდოთ ახლა მიხეილ სააკაშვილი როდის რომ ხასიათზე გაიღვიძებს და როდის გადაწყვეტს რომ მისდამი ლოიალური ნაცმოძრაობის აქტივისტები ან ქვეყნის სამსახურში ჩააყენოს ან უბრალოდ დააკმაყოფილოს საგარეო საქმეთა მინისტრის თხოვნა გამოიწვიოს ისინი და შესაბამისად ქვეყანამ დანიშნოს ახალი ელჩები ეს მაინც მოხდება უბრალოდ ისინი შეეცდებიან რომ რაც შეიძლება მეტად მოიგონ დრო მაგრამ გარწმუნებთ რომ
დღეს მოვლენები ისე ვითარდება და 1 ოქტომბერს ისეთი ზუავი მოწყდა მათ წინააღმდეგ ქვეყანაში, რომ ამას ვერაფერი ვერ გააჩერებს. მათ შეუძლიათ დაამუხრუჭონ ცოტა ხნით, რაღაცა ცოტა დროებითი აქ-იქ პატარა კუნძულოვანი პრობლემები შექმნან, მაგრამ ამ ზავს ვერაფერი ვერ გააჩერებს. და რაც უფრო სწრაფად მიხვდებიან ამას, გადაერთობიან სხვა რელსებზე, დაიჯერებენ პირველ რიგში თვითონ და შემდეგ ქმედებებში ეს ადეკვატურად აისახება, რომ ხელისუფლებაში აღარ არიან. მით უფრო სწრაფად დაიწყებს ჩვენი ქვეყნის პრობლემები მოგვარებას. თან ამბობს, რომ ის ოპოზიციაში წავიდა და თან ცდილობს, რომ ქმედითად პრობლემები შეუქმნას და ხელი შეუშალოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას საკუთარი საპროგრამო მიზნების განხორციელებაში. ეს ერთად არ გამოდის. ან ოპოზიციაში ხარ, ან ხელისუფლებაში ხარ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც უფრო სწრაფად დაიჯერებენ, გაიგებენ, აღიარებენ ქართველი ხალხის არჩევანს, დაემორჩილებიან, რომ ისინი არიან ოპოზიციაში, მით უფრო სწრაფად დაიწყება ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესი. კიდევ ერთი თემა, რომელიც პირადად თქვენ გეხება და იყო ძალიან აქტუალური ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე სოციალურ ქსელებში. თქვენ რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრად აგირჩიეს ყრილობაზე. ამავე კრებაზე პარალელურად დავით უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ თუ ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრობენ, ესე იგი ერთ-ერთი მათგანი იქცევა არასწორადო. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციამ იმუშაოს ობიექტურად, თუ კი მის გამგეობაში იქნებით თქვენ, კონკრეტული პარტიის? ზუსტად ისევე, როგორც მუშაობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, როდესაც მის გამგეობაში იყვნენ. ჩვენ ვარდების რევოლუციამდე იმ ხელისუფლების წარმომადგენლები და ვარდების რევოლუციის შემდეგ უკვე ვარდების რევოლუციის ხელისუფლების წარმომადგენლები. ზუსტად ისე, როგორც 20 წლის განმავლობაში მუშაობდა ეს ხელისუფლება, ეს ორგანიზაცია და ვერასოდეს ვერავინ, ვერც ერთმა ადამიანმა, ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა ვერ მოახერხა მისი ვერც ეს კრედიტაცია, ვერც იმ გზიდან აცდენა, რომელიც 20 წლის განმავლობაში ჰქონდა არჩეული, როგორც ხელისუფლებაში წასული ადამიანები აცდებოდნენ ხოლმე იმ გზას, რომლისთვისაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეიქმნა თავის დროზე და არა ის ხალხი, ვინც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ან გამგეობაში იყო, ან თავად ორგანიზაციას მართავდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობა არ მართავს ორგანიზაციას, ორგანიზაცია იმართება თავმჯდომარის და აღმასრულებელი დირექტორის მიერ, ეს არის ერთგვარი მრჩეველთა ორგანო, რომელიც ყოველთვის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყოველთვის 20 წლის განმავლობაში დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა პოლიტიკური ან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ან სხვადასხვა ინსტიტუტების წარმომადგენლების მიერ, პროკურატურის, სასამართლოს, პარლამენტის და ასე შემდეგ. ეს არის ამ ორგანიზაციის ხიბლი, ეს არის მისი ყველაზე დიდი პლუსი და ამ წინა ხელისუფლების პრობლემები სწორედ მაშინ დაიწყო. ეს არ არის რა თქმა უნდა ერთადერთი, მაგრამ კარგად გამოჩნდა ზუსტად მაშინ, როდესაც ისინი ქმედითად აქტიურად და ტელევიზორით დაუპირისპირდნენ იმ ორგანიზაციას, რომლის წიაღშიც თავად დაიბადნენ როგორც პროფესიონალები. მე ყველაზე უფრო დიდი საფრთხე ის კი არ არის, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმის გამო, რომ მე გამგეობის წევრი ვარ, ასწდება თავის ძირითად ხაზს და თავის ძირითად მიმართულებებს. საფრთხე ის არის, რაც სულ მუდამ ხდებოდა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ხელისუფლებაში წასული პირები აცდებოდნენ ხოლმე იმ ძირითად ხაზს, რომლითაც ეს ორგანიზაცია შეიქმნა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ არც ჩვენთაგანს, ვინც დღეს საქართველოს პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენთ ამ თავრობაში და ბევრი ვართ ასეთები, ვინც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წიაღში დავიბადეთ პროფესიონალებად, არ მოგვიწევს არასოდეს ბოდიშის მოხდა საკუთარი ქმედებებისთვის და არ ავწდებით იმ მიზნებს, რისთვისაც ეს ორგანიზაცია იქმნება. თავარი პრობლემა ის არის, რომ ამ ორგანიზაციისგან ყველა ხელისუფლება პრაქტიკულად საქართველოში ყოველთვის ქმნიდა არარსებულ საფრთხეს და მე ლაპარაკობდა მუდმივად ამ საფრთხეზე. ეს ორგანიზაცია რუსული ინტერესის მსახური იყო ზოგჯერ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებში. ეს ორგანიზაცია რომელიღაც ოპოზიციური პარტიის დანამატი იყო ზოგჯერ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, პირველ რიგში ისინი გააკეთებენ და არანაკლებად ჩვენ, რომ ეს არასოდეს აღარ მოხდეს და ყველას ქონდეს თავისი როლი, ფუნქცია და ყველა მაკონტროლებელი, გარეთ მყოფი, სერიოზული მაკონტროლებელი ჯგუფები იყვნენ მთავარი ბერკეტი იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მყოფ პირებს არ დაემართებათ ის, რაც სამწუხაროდ 20 წლის განმავლობაში საქართველოს შეემართებათ. ძალიან დიდი მადლობა. თავარ კითხვას თინა ხიდაშელი პასუხობდა, არ გადართოთ რამდენიმე წუთში სკანდალური ვიდეო და გია აბდალაძე იმის შესახებ, როგორ აიძულებდნენ ფოტორეპორტიორებს უარი ეთქვათ საკუთარ ადვოკატებზე. გია აბდალაძე უპასუხებს მთავარ კითხვას. გია, პირველ რიგში მაინტერესებს უკვე გადაეცით თუ არა ახალი ვიდეო მასალა პროკურატურას. მოგესალმებით. ჯერჯერობით არ გადაგვიწია მასალა, იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ეპიზოდი ჩვენი საქმის.
და რაც შეეხება დანარჩენს, ანუ მე როგორც ვიცი და რაც მინახავს ჩემი თვალით, ანუ ყოველი დღე არის გადაღებული. ყოველი დღე თქვენი პატიმრობის. ჩვენი პატიმრობის. ვისაუბრებთ აუცილებლად ამაზე. მე კიდევ ერთხელ მინდა მაყურებელმა მცირე ნაწყვეტი ნახოს ამ ვიდეო მასალის, კერძოდ პირადად თქვენზე როგორ ახორციელებენ ზეწოლას ადვოკატი, რომ მისცეთ ადვოკატებს აცილება ამ მიზნით. მოდით გავუშვათ ეს მცირე ნაწილი და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. გასულში წერანდელი შენი ადვოკატების კონსულტ. რო დავიცავთ მასვიდა. მოკლედ ეს სიტუაცია რა. უნდა მისი აცილება შენი სამართლით. და შენ ინტერესებს დაიცავს სხვა ადვოკატი. დამაჯობა ხოლმე პროფესია. ანუ რო არ დაიწყო მაგას კიდე ზედმეტი ფართობი რა, ეგრეჟობია რა. ეხლა პროცედურულად ესე რაღაცა დავაკეთებ. შენ დაიწყე განცხადება საუნჯების სახეზე, და ტექსტად ესე გამახებ რომ ეხლა გეტყვიეს რატო შენ ნაცნობი ადვოკატი და რატო არის ეს მიღება თავად. მეტი იმისთვის რომ მე დამატებით შეკითხვები არ ეყოდეს და როგორც იციან ხოლმე შენ ადვოკატებმა და როგორ ანაირად ეს არის საფუძველი იმისა რომ შენ მოიძიოს ადვოკატი და ესე ვამჯობინე ჩვენ რომ ეს მიდია თამადაზე არის იმითო მისმა შენ ადვოკატს ამ შენ ძველი ნაცნობია და მინდა რომ შენ ინტერესები დაგვიგონა იმათ დაიწყეს ვერან დრაგის თამაში მინდა რომ შენ ინტერესები დაიწყო შენმა ადვოკატმა ხო და ნაცნობია და მაგიტო დახიან ამის შემდეგ შენ ურეკავ უკვე ამ კამადაძეს და ეუბნები რომ მე ვარ გიორგი აბდალაძე როგორ ახლა ამ მოდიხავ ჩაოლებრი მე ვარ გიორგი აბდალაძე და სულს რომ მე ვარ ამ დაგალებული ამადამ ბრალდები თვალმერე საპრობილეში და სულს რომ ჩაერთო ჩემ საქმეში და ჩემი ინტერესები დაიწყო დღეიდან ისიც რაღაცებს ეს ხომ მცირე ნაწყვეტი რომელიც პირადად თქვენ გეხებათ როგორ გაიხსენებთ აი ამ დღეს როდესაც ეს ვიდეო მასალა პირველ რიგში მადლობა მინდა უთხრა იმ ადამიანს რომელმაც მოგვაწოდა ეს მასალა იმიტომ რომ ეს არის უთქვარი მტკიცებულება იმისა თუ როგორ ვითარდებოდა საერთოდ მოვლენები გლანის ციხეში ჩვენთან მიმართებაში აქ არ არის საუბარი კონკრეტულად ჩემზე იმ ჩემ ინფორმაციაზე არის უამრავი სხვა საქმეებიც ისეთი რომელიც იმედი მაქვს რომ უახლოეს მომავალში საზოგადოება იხილავს ყველა ამ დოკუმენტებში რა ვიდეო მასალებია კიდე რა კი მაგაზე ჩამოვარდა ვაპარაკი შემდეგ დაუბრუნდეთ აი ამ ვითარებას რომლის ვიდეო ჩვენ ნახეთ რა ვიდეო მასალებია ენვერის ვიდეო მასალა ახსენეთ მაგალითად კიდევ რა ინფორმაცია გაქვთ არის უამრავი მასალები ისეთი რომელიც საკმაოდ გახმაურებულ საქმეებთან იყო დაკავშირებული მაგრამ ერთ-ერთი კადრი რომელიც მივიხილე სხვათა შორის რატომღაც ეჭვი ქონდა იმ პიროვნებას რომ ჩვენ საქმესთან დაკავშირებით იყო ეს და მე რო ვთხარი რომ არ არის მე რო დააკვირდა საუბრებში გამოიკვეთა რომ ეს იყო უშუალოდ ენვერის თემასთან დაკავშირებით საუბარი მსგავსი ანალოგიური როგორც თუნდაც ამ კადრებში არის მაგრამ ის პროცესი რაც ყველა თვითონმა ჩვენთაგანმა გავიარეთ ხო მსგავსი პროცესები გაიარეს იმ ადამიანებმა რომელიც ალბათ დღესაც პატიმრობაში არიან ენვერის საქმესთან დაკავშირებით თქვენი პატიმრობის ყველა დღე არის დაფიქსირებული რა ინფორმაცია აბსოლუტურად ყველაფერი დღე და ღამე თელი დღის და ღამის განმავლობაში ჩვენი გაყვანა რა ვიცი ეს არქივი ვისთვის იქნებოდა და რისთვის იქნებოდა სიმართლე რო გითხრათ მე წარმოდგენა ეს არის ჩემი თავარი კითხვაც ვინ იღებდა ამას და რა მიზნით იღებდა წარმოდგენა არა მაქვს მაგასთან დაკავშირებით მაგრამ მე ვიცი იმ პიროვნებისგან რომ ვინც ეს დატოვა ეს არის ერთ-ერთი კუდის თანამშრომელი რომელიც წასულია ქვეყნიდან ანუ მან დატოვა არქივი და წავიდა და არის შუამავალი პირი, ვინც ავრცელებს ახლა ამას. ხო, რომელმაც დამიკავშირდა მე და მაჩვენა და მითხრა რომ აი აქ არის ეს ინფორმაციები და შემდგომში თქვენ თვითონ მიიღეთ გადაწყვეტილება როგორც მაგრამ მე იმედი მაქვს რომ უახლოეს მომავალში ის პიროვნებად გამოჩნდება და იწყის თავის სათქმელს, იმიტომ რომ საკმაოდ საგმირო საქმე არის ის რაც ყოველ შემთხვევაში დღემდე არის რა და სამომავლოდაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უამრავი ადამიანის ლუსტრირებისთვისაც იმიტომ რომ ის რასაც ჩადიოდნენ გლანის ციხეში ანუ როგორ იკერებოდა ეს საქმეები ყველაფერი აქ გამოაშკარავებულია რატომ გადაწყვიტა უბრალოდ იმ პიროვნებამ ვინც თქვენ მოგაწოდათ ეს ვიდეო მასალა მხოლოდ აი მცირე ნაწილის გამოქვეყნება და არა მეტი ვიდეოების რომელიც მას გააჩნია რადგან საშიშროების თვალსაზრისით მისთვის ანუ მნიშვნელობა ალბათ არა აქვს თქვათ მხოლოდ ერთი გამოქვეყნდებოდა თუ სხვა დანარჩენი ვიდეო მასალები რას უკავშირებთ ამას მე იმედი მაქვს რომ უახლოეს დღეებში ყველაფერი გამოქვეყნდება აბსოლუტურად ყველა მასალა და გადაეცემა პროკურატურას ჩვენც კიდევ თითოეული ბრალდებული ფოტორეპორტერი ადვოკატებთან გავდივართ
ხვალ უნდა შევხვდეთ ერთ-ერთ ადვოკატს, რომელიც აიღებს საქმეს, ჩვენ საქმეს და ამ ვიდეო მასალებთან ერთად და ყველა დოკუმენტაციასთან ერთად განაცხად შევიდან პროკურატურაში, რომ ხელახალი ძიება ჩატარდეს ჩვენ საქმესთან დაკავშირებით. წეგან კითხეთ და მინდა გავიმეორო, მოდით გავიხსენოთ აი ის დღე, როდესაც თქვენზე ზეწოლას ახდენდნენ იმ მიზნით, რომ თქვენი ადვოკატებისთვის მიგეცადთ აცილება და შეგერჩიათ ახალი ადვოკატი, რომელიც სინამდვილეში იყო მათ მიერ შემოთავაზებული. კონკრეტულად ეს ეპიზოდი ეხება იმ პერიოდს, როდესაც მეორე ჩვენება მივეთით, ანუ პირველი ჩვენებაში, როდესაც თარიღები იყო არეული, მეორე ჩვენებაში მოხდა შესწორება ამ თარიღების, მაგრამ იქ იყო ესეთი მოთხოვნა თვითონ იმათ მხრიდან, რომ ვიდეო კამერები აღარ იყო საჭირო და ანუ უნდა მოხდარიყო ჩაწერა ამისით. შემდგომში ამ საუბარში, ამ ჩვენების გამოსწორების პროცესში, რომელსაც გავდიოდით წინა დღეებში იმავე კაბინეტში, ქალბატონმა ეკამ მოითხოვა საქმე. მე პირადი ადვოკატი ვარ და საქმე უნდა მქონდეს და უნდა გავეცნო ყველა მტკიცებულებებს. ასე გამოძიებელმა თქვა ჩვეულებრივად, რომ არანაირი პრობლემა არ იქნება და ზუსტად საღამოს ღამის პირველი საათი იყო, უბრალოდ დაახლოებით, როდესაც მე ამიყვანეს ემო და ეს პროცესი უკვე ვითარდებოდა იქ. მე მომთხოვეს, რომ დამეწერა აცილება ადვოკატებზე და ხვალ იქნები გარეთ. ხოლო ციხის, ანუ სასამართლო პროცესზე ეს ყველაფერი უნდა დაივიწყო როგორც ცუდი სიზმარეო რა. არ უნდა გამოაშკარავდეს ის პროცესები, რაც ხდებოდა გლანის ციხეში. თქვენ ყველაზე დიდხანს და ყველაზე მყარად იდექით. ზურაბ ქურციკიძემ დღეს პირველად ილაპარაკა ამ საქმესთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ მასზე არა მხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ ფიზიკური ზეწოლაც ხორციელდებოდა. თქვენზე თუ ხორციელდებოდა ფიზიკური ზეწოლა, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რა მომენტებში, როგორ, რა ფორმით ცდილობდნენ, რომ გაგეკეთებინათ ის, რაც მათ სურდათ. თუმცა მთავარ კითხვას კი ამოდი პასუხი გავცეთ სარეკლამო ბლოკის შემდეგ, გადაცემაში რეკლამის დროა. გია აბდალაძე პასუხობს მთავარ კითხვას. გია, ზურაბ ქურციკიძემ დღეს პირველად ილაპარაკა ამ საქმესთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ მასზე რამდენიმეჯერ განხორციელდა ფიზიკური ზეწოლაც. თქვენ ყველაზე დიდხანს გაძელით, ყველაზე პრინციპულად იდექით, თქვენ პოზიციაზე ეს ფაქტია, ეს არ არის ჩემი შეფასება. თქვენზე რა ფორმით ხორციელდებოდა ზეწოლა, იყო თუ არა ფიზიკურიც მათ შორის და რა მომენტებში, რა ფორმებით იყო იგივე ფსიქოლოგიური ზეწოლაც? პირველ რიგში ზურაბს მინდა უთხრა მადლობა, იმიტომ რომ ძალიან მამაცური ნაბიჯი გადასცა დღესაც. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელა პერიოდი გავიდა, მან გამოთქვა ის ყველაფერი, რაც თვითონ გადაიტანა. მე იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან გედენიძე, ირაკლი და მეუღლეც ისე გამოთქვამენ ამ ყველაფერს, თუ ისინი როგორ იყვნენ და რა მდგომარეობაში იყვნენ. იმიტომ რომ კერძო საუბრებში ჩვენი ისტორიები ვიცით. რაც შეეხება ფიზიკურ ჩემთან მიმართებაში არ ყოფილა ესეთი მომენტი, რომ მან ვეცემე რაღაცა მსგავსი ყოფილიყო. თუმცა იყო ერთადერთი მომენტი, როდესაც ფსიქოლოგიურად იყო ძირითადად ეს წნეხი პატიმრებთან მიმართებაში, ანუ როდესაც შიმშილობა მქონდა უკვე მეხუთე დღე იყო, როდესაც გაუძელე მე შიმშილობით, შრალ შიმშილობით, ცოტას ნერვიულობ უკეთ რა. და ჟურნალისტების შეხვედრამდე ვანო მერაბიშვილთან რამოდენიმე საათით ადრე საბადრაგოს ხელმძღვანელმა გამიყვანა ეს კადრებიც არსებობს, რაც ხდებოდა იმ ოთახში, რაზე იყო საუბარი და როგორი საუბარი იყო. და მომთხოვა, რომ შემეწყვიტა შიმშილობა, ანუ განცხადება დამეწერა იმასთან დაკავშირებით, რომ შიმშილობა შევწყვიტა, რაზეც მე უარი განუცხადე და უთხარი, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ პრობლემა არ იქნება არანაირი, დაგიწეთ. შემდგომში იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა, გინება და მან მითხრა, რომ ახლა შენ თვალწი ვინძის ამათთან კამერაში გამოიყვანე და სხვა პატიმრებზე იყო, ახლა გაჩვენებთო სეირსო რა. ან თქვენდა გეყურებინა სხვა პატიმრების წამებისთვის? იმათი წამებისთვის და მე შემდგომში მე უნდა შევეყვანე იმათთან საკანში. და ისინი თვითონ მოგივლიან და გაგიცნობენ, რადგან მე უარი განუცხადე და დაუწერე ეს განცხადება დაუტოვე და ის საქმეში დღემდე დევს ეს განცხადება, რომ მე შევწყვიტე შიმშილობა ადმინისტრაციის შევისაფუძველი. შემდგომში უკვე, როდესაც მე გავიგე, რომ ქურციკიძემაც აღიარა ჩვენება,
ანუ ბოლო პიროვნება იყო ის საუბრები, რომელიც შედგა ჩვენ და კუდის თანამშრომლებს შორის, კუდი არა, ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის იყო მაგასთან დაკავშირებული, რომ არანაირი გამოსავალი არ აქვს, რომ უკვე ყველა შენ წინააღმდეგ გამოდის კურციკიძეს, გედენიძეების, კიდევ ვიღაც იგორ გიორგაძის პარტიის წევრი ყავს. ამის თაობაზე ჩვენს რედაქციაში, ალიაში და ქრონიკაში არაერთხელ თმულა და დაწერილა მთელი ეს ისტორია, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ დღეს ყველას იმედი გაგვიჩნდა იმისი, რომ ადრე თუ გვიან ყველა ის პიროვნება, ვინც ბრძანება გასცეთ, დღემდე არ ვიცით, რის გამო ვიყავით დაპატიმრებულები. და მართლა რომ ის პროტესტი რომ არ ყოფილიყო, აი ალიას წამოწყებით, რედაქტორის მადონი გიორგის წამოწყებით და მთელი ჟურნალისტთა კორპუსის პროტესტი რო არ ყოფილიყო, მე არ ვიცი ჩვენ საერთოდ როგორ მდგომარეობაში ანუ კი თქვენ დღემდე არ იცით ნამდვილი მიზეზი ჩვენი ვარაუდები გვაქვს, რომ 26 მაისის ამბებთან დაკავშირებით, მაგრამ რეალური მიზეზი არავინ არ იცის. არც ერთმა ჩვენთაგანმა. აი ამ ვიდეოში არის ორი ადამიანი, ვინც თქვენ გეკონტაქტებათ, ერთი განსაკუთრებით აქტიურად ცდილობს თქვენ აგიხსნათ რა უნდა გააკეთოთ და როგორ. ვინ არიან ისინი? პირველად ნახეთ იმ დღეს თუ მთელი ამ პატიმრობის განმავლობაში სწორედ ამ ადამიანებთან კონტაქტობდით? მათი სახელები მე არ ვიცი, უბრალოდ ვიზუალურად მახსოვს ეს ადამიანები. ერთ-ერთი იყო კუდის თანამშრომელი, იმიტომ რომ იქ ხდებოდა და თეთრი პერანგით რომელიც არის ის პიროვნება სიმართლე რო გითხრათ ჩემი ვარაუდით ისიც კუდის თანამშრომელია, იმიტომ რომ მე შეიძლება რამოდენიმეჯერ მომიწია მისი ნახვა გლანის ციხეში, იმიტომ რომ იქ ისეთ პერიოდში, ისეთ პირობებში ვიყავი, რომ ესე ვერ ვიმახსოვრებდი ამ პიროვნებას, მაგრამ კარგია რომ თვითონ ეს არქივი არსებობს. იქ ყველაფერი არის გამოაშკარავებული და ადრე თუ გვიან ეს საჯარო გახდება და რა ვიცი. იმედი მალე გახდება საჯარო. რა თქმა მეც იმედი მაქვს, მე იმ პიროვნების იმედი მაქვს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ იმ პიროვნების ხასიათში, რა ვიცი, ძალიან მამაცური ნაბიჯიც არის და ადრე თუ გვიან ხალხი შეიტყობს ამ პიროვნების შესახებ და რა ვიცი, მე ძალიან მადლიერი ვარ და მადლობელი ვარ იმ ადამიანის, ვინც ეს ყველაფერი გაგვიკეთა. ვინც მოგცათ ეს მასალა თვითონ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ან რომელიმე უწყების თანამშრომელი? მე თავ შევიკავებ პასუხისგან, იმიტომ რომ არ მინდა რომ რამე საფრთხე დაემუქროს იმ პიროვნებას. დღესაც აქ ხო ხვდებით, არ არის საუბარი კონკრეტულად ჩვენ თემაზე. ჩვენს ეს არის ერთი ეპიზოდი, როგორც ეს არის ერთი ეპიზოდი, ანუ ჩვენი საქმე, ფოტოგრაფების საქმე არის ერთ-ერთი ეპიზოდი, იმიტომ რომ იქ არის უამრავი სხვა ინფორმაცია, რომელიც არ ვიცი, თავდაყირა დააყენებს ყველა იმ გახმაურებულ საქმეებს, რომელიც ყოველ შემთხვევაში დღემდე იყო. საუბრის დროს გეუბნებიან ასეთ რამეს, გირჩევენ, რომ როდესაც მათ მიერ შერჩეულ ადვოკატს მირდათ ქამადაძეს დაუკავშირდებოდით, ისე უნდა გესაუბრათ მასთან, ვითომ ის იყო თქვენი ძველი ნაცნობი. როგორ ფიქრობთ, რა სჭირდებოდათ ეს? ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია აი ამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერის შემდეგ თქვენს წინააღმდეგ როგორც კომპრომატი გამოეყენებინათ? მე ვწევდი, რომ ჩაწერა უნდა მომხდარიყო ამ სატელეფონო საუბრის, იმიტომ რომ მობილური საშუალებით მან არ გადაძლევენ საუბრის საშუალებით. მე მიმაბრუნე საკანში ჩემთან ერთად ხო პატიმარს, ვინც იყო იმას თხოვე ბარათი, იმის ბარათის საშუალებით დავრეკეთ ადმინისტრაციულ კორპუსთან, ანუ იმ საპატიმროში, სადაც ჩვენ ვიყავით ბ კორპუსში, პირველ სართულზე ტელეფონი იმყოფება, სპეციალური კოდირებული იმით არის რა ბარათები. და მაგის საშუალებით დაურეკე მიზნად ქამადაძეს, რომელსაც უთხარი ის, რაც ნამავარეს ამათმა, რომ უნდა მოიკითხო აუცილებლად. ანუ ვითომ ის იყო თქვენი ნაცნობი? ის არის ძალიან ახლობელი თქო და მოიკითხე საყვედური თვის შენს ადვოკატებთან დაკავშირებით, რომ მაგათმა მიგატოვე შენ. თუმცა ეს საუბარი იყო ძალიან სხვაგვარი უფრო. იმიტომ რომ მე როდესაც დაურეკე მიზნად ქამადაძეს, შეიძლება თვითონაც დავნეული, შეიძლება ელოდებოდა, შეიძლება არა, არ ვიცი ხე ის თავისთავად ხადე გაფრთხილებული იყო ამ საქმესთან დაკავშირებით. ერთადერთხელ ამყავს ნანახი ის პიროვნება სასამართლო პროცესზე. შესაძლოა ამ ლაპარაკის გამოყენება უნდათ საჯაროობისთვის, რომ აი თქვენ თვითონ აირჩიეთ თქვენი ნაცნობი ადვოკატი? არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში დიდი აგრესია იყო ეკა ბესელიას მიმართ. იმიტომ რომ ეს ჩანს ამ ვიდეოში. იმიტომ რომ ეს თვითონ პროცესშიც ჩანს, იმ პროცესში, როდესაც ღამის 2 საათზე, 3 საათზე რეპეტიციას გავდივდი, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ადვოკატების თანდასწრების ჩვენების მიცემა. იქაც იგრძნობა ეს ყველაფერი.
ჯერ კიდევ არჩევნებამდე თქვენ ჩემი სტუმარიც იყავით, როდესაც გაზეთ ქრონიკას მიეცით ინტერვიუ და პირველად უკვე გახსნილად ილაპარაკეთ ამ საქმესთან დაკავშირებით. ამას ხომ არ მოყოლია მუქარა, მაშინ ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლება იყო. იცით რა, არაფერი არ მოყოლია ამას, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ჩემი ვარაუდი მაქვს ამასთან დაკავშირებით, ჩემთვის არ ეცალათ იმ პერიოდში, რომ არჩევნები მოდიოდა და ეს თემა იყო ისეთი, მაგრამ დღესაც მუშაობენ ის პიროვნებები კუჩი იმავე დაწესებულებაში ისე იმ თანამდებობებზე აქედან გამომდინარე, რა ვიცი, მე ველოდები, რომ რაც შეიძლება მალე ავიღო ეს დოკუმენტი. თქვენ გაქვთ კონკრეტული გვარები, ვინც თქვენ საქმეში მონაწილეობდა და ახლა ისევ თანამდებობაზე. დოკუმენტაციის მიხედვით კი კონკრეტული გვარებია ეგ ჩამოთვლილი. უშუალოდ მე მხედველობაში არა ვიზუალური, ანუ ვიდეო მასალაზე არ ვსაუბრობ, დოკუმენტაციაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ იქ არის უამრავი დოკუმენტები ისეთი, რომელიც არ ვიცი. ძალიან მნიშვნელოვანია ყოველ შემთხვევაში. სადამდე მივაგია ეს საქმე, რომელ პიროვნებამდე მიიყვანს გამოძიებას, თქვენი ვარაუდი როგორია? ადეიშვილს, სააკაშვილს, მერაბიშვილს ასახელებთ. მე დღემდე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ საქმეს უშუალოდ კურირებდა მერაბიშვილი და ადეიშვილი. თავისთავად ხადია სააკაშვილი ყველა დეტალი. სატელეფონო ლაპარაკი ჩვენ გვახსოვს. კი, ეს სარუკაზე რომელიც დაიდო, ნუ ახლა იქ შეიძლება ეჭვი შეიტანო მიმონტაჟებული და რაღაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ვიდეო მასალებში გამოაშკარავებულია ყველაფერი. იქ არა მარტო ჩვენი დაკითხვის პროცესები, არამედ მათ შორის საუბრებიც არის. ყველაზე გასაკვირი ეს არის, რომ ის პროცესი სანამ ჩვენ ავიდოდით მათთან, შევიდოდით მათთან მემოხილველობაში, დასაკითხ ოთახში და რაღაც მანამდე მთელი ეს პროცესები ყველაფერი არის ამ ვიდეო მასალებში. უშუალოდ რომელიმე მინისტრთან თქვენ შეხება გქონდათ პატიმრობის პერიოდში? არა, მე არანაირი შეხება არ მქონია არც ერთ მინისტრთან, მაგას ვერ ვიტყვი. მე არც ვიცი გვერდით ოთახში ვინ იყო, მაგრამ ამ ვიდეო მასალებით გაირკვევა ვინ იყო გვერდით ოთახებში და ვინ აძლევდა შესწორებებს ამ კუდის თანამშრომლებს, რომლებიც შემდგომში შემოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, ანუ რა მიმართულებით უნდა წასულიყო ჩვენებები. თქვენ ნანახი გაქვთ კი ეს ვიდეო მასალები თუ უბრალოდ იცით რა არის იქ? მე ვიცი ნაწყვეტ, მაგრამ მე მაქვს ნანახი ისეთი კადრები, რომელიც ახლა მე ვფიქრობდი, რომ საერთოდ არაფერი ღირებულებას არ წარმოვიდგინე, თუნდაც საკანში როგორ გძინავს და ვიმყოფები მთელი დღის განმავლობაში, დღეც და ხამეს. ანუ მუდმივი გადაღება. 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა გადაღება. და თქვენ ალბათ არ იყავით გამონაკლისი ამ მხრივ. მხოლოდ თქვენ არ გიღებდნენ 24 საათს. არა, ეს არის სრულად ეხება სამივე პატიმარს. მემოხილველობაში გედენიძეს, კურციკიძეც და მე ნათიას ეპიზოდებია რამოდენიმე, მაგრამ რა ვიცი, ის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველ შემთხვევაში. მანდაც არის რაღაც პროცესები ისეთი, რომელიც შემდგომში გამოძიებას გამოადგება დარწმუნებული ვარ. ანუ პროკურატურის ხელში აღმოჩნდება თქვენ როგორც იმედოვნებთ ეს ვიდეო მასალა. ჩვენ იურისტთან გავდივართ. მე ჩამოყალიბებული მაქვს გარკვეულწილად ის, რაც უნდა შევიტანო, მაგრამ ველოდები ჩემ კოლეგებს, იმ ადამიანებს, ვინც ჩემთან ერთად იყო ბრალდებული ამ საქმეში და ერთობრივად გვინდა შევიტანო და ერთმა ადვოკატმა აიღოს ეს საქმე ხელში, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეგრე უკეთესი იქნება, რა ვიცი, ახლა ამ დოკუმენტაციასთან, ამ მასალებთან მიმართებაში ყველაფერს ამას ავკრიბავ და ერთდროულად შევა პროკურატურაში უახლოეს დღეებში. ხვალ სავარაუდოდ ჩვენ გავივლით კონსულტაციას, თუ როგორი სახით უნდა იყოს ეს განცხადება ჩამოყალიბებული. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ. მთავარ კითხვას გიორგი აბდალაძე პასუხობდა, მე ხვალამდე გემშვიდობით მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.